სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირისთვის, ჩვენი ერთად შეკრებისთვის და ზიარებისთვის და ყველა იმ სიკეთისთვის, რასაც ჩვენ ღმერთი გვანიჭებს. ზოგს ხილულად და ზოგსაც უხილავად. უფალი ბრძანებს, იგი სახარებაში ასეთი სიტყვები არის, რომ როდესაც 10 ქალწულის შესახებ არის იგავი. ადამიანი რომ მიადგება, უფალი ეუბნება, რომ არ გიცნობთ თქვენ, კარები როა უკვე დახშული და ესენი სასუფეველის გარეთ რჩებიან. არ გიცნობთ თქვენ, განმეშორებით მოქმედნო უსჯულოებისანო. რა შემთხვევაში შეიძლება რომ ღმერთმა თავის შექმნილ ადამიანს უთხრას, რომ არ გიცნობთ თქვენ? იმისათვის, რომ ადამიანს თავისი სახე შეენარჩუნებინა, ადამიანობა რო შეენარჩუნებინა, ანუ როგორიც შექმნა ღმერთმა ადამიანი, რომ ღვთის ხატად და მსგავსად შექმნა ადამიანი. ამისათვის ადამიანში არის ჩადებული სინდისი, რომელსაც თუ დაუჯერებს და სინდისის ხმას თუ მიყვება ადამიანი, ის არ დაკარგავს თავის სახეს. და იმისათვის, რომ სინდისს აღარ უჯერებდა ადამიანი, მას მიეცა დაწერილი სჯული, აი მოსემრო ჩამოიტანა მთიდან ის 2 ფიქალზე დაწერილი 10 მცნება და არა მარტო 10 მცნება, ვინც მინდა წერილს კითხულობს, იქ უამრავი რამ არის, რაც უფალმა გვამცნო და რითიც ჩვენ გვიცავს, რომ ადამიანის სახე არ დავკარგოთ. თუ ადამიანი ეცდება, რომ ღვთისმცნებით იაროს, მას შეუნარჩუნდება ადამიანის სახე. ისეთი სახე, როგორიც ღმერთმა ჩაიფიქრა, რომ ადამიანი უნდა ყოფილიყო. და თუ, ესე იგი, ადამიანი გადაუხვევს ამ სახთო გზიდან, სამეუფო გზიდან, მშუალედური გზიდან, რომ არც მარჯვნივ უნდა გადაუხვდეს და არც მარცხნივ, ეს არის სამეუფო გზა. თუ ანიქით, ანაკეთ გადაუხვევს, რომელიმე უკიდურესობაში ჩავარდება. ამ შემთხვევაში წმინდა მღვდელმთავარი ბასილი დიდი ამბობს, რომ ადამიანიო ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავსა. თითოეულ ადამიანზე აღბეჭდილია ქრისტე. იმიტომ რომ ადამიანი ხო ღვთის ხატად და მსგავსად შეიქმნა, ქრისტეს ხატად და მსგავსად შეიქმნა. და თითოეულ ადამიანში აღბეჭდილია ქრისტე. როგორც ეს მონეტაზე რაღაცა აღბეჭდილი, რაღაცა გამოსახული და იმ ტალახში ჩავარდნილ ადამიანს გავს, იმ ტალახში ჩავარდნილ მონეტას გავს ადამიანი. რაც უფრო იმ მონეტას გაასუფთავებთ, უფრო თუ გახეხავ და მოაცლი ყველა ჭუჭს, გამოჩნდება რა არის მასში, რა არის ამოტვიფრული მას. ადამიანიც რაც უფრო აღსარების გზით, სინანულის გზით განიცმევს თავს, მასში გამოჩნდება ქრისტეს თვისებები. და წმინდა გრიგოლ ნოსელი სწორედ ამას ბრძანებს, რომ ქრისტიანობა არის ქრისტეს ბაძვა იმდენად, რამდენადაც ეს ადამიანურ ბუნებას შეუძლია. ესე იგი, რა გამოდის, რომ ადამიანი როდესაც ცდილობს, რომ ღვთისმცნებით იცხოვროს და ცდილობს, რომ ყველა ის ჭუჭი განიშოროს სინანულით და აღსარებით, მასში ნელ-ნელა გამოჩნდება ის თვისებები, რაც არის ნამდვილად ადამიანის თვისება, რითიც ის ემსგავსება ქრისტეს. და ამით ის ინარჩუნებს თავის სახეს, როგორც ადამიანის სახეს. მაგრამ თუ ადამიანი ღვთისმცნებასაც უგულებელყოფს და შემდგომ ტალახში ჩავარდნილი გასუფთავებასაც აღარ მოიწადინებს, ანუ სინანულის გზით განწმენდას არ მოიწადინებს, მაშინ ის უკვე კარგავს ადამიანის სახეს. ამიტომაც უფალი ეუბნება, რომ არ გიცნობთ თქვენ განმეშორებით მოქმედნო უსჯულოებისანო. იმიტომ რომ მასში უკვე აღარაფერი აღარ აჩენს. და ყველაზე მეტად კიდევ ადამიანი რითიც ემსგავსება უფალს,
ეს არის მოწყალება. სწორედ ამ მოწყალებაზე არის 10 ქალწულის სიგავით. 5 ბრძენი იყო მათ შორის და 5 სულელიო და როდესაც ისინი სიძეს ელოდებიან, ქორწილიდან უნდა დაბრუნდეს. როდესაც დაბრუნდეს და ქორწილი გაიმართეს. ესე იგი, 5 ბრძენმა ქალწულმა ლამპრებთან ერთად, აი კანდელთან ერთად წაიღო ზეთი. კანდელი ხო ზეთის გარეშე არის მთელი. კანდელთან ერთად წაიღო ზეთიც. 5 სულელმა ქალწულმა არ წაიღო ეს ზეთი. სიძის მოლოდინში ყველას ჩაეძინა. როდესაც შეძახილი იყო, რომ არ იქ სიძე მოდის, გამოდით შეეგებეთ, ამ ბრძენმა ქალწულებმა ანთებული კანდლებით, ესე იგი ეს ქალწულები დახვდნენ უფალს. და სულელი ქალწულები ეუბნებიან ბრძენ ქალწულებს, რომ მოგვეცითოთ თქვენი ზეთიდან, რადგან გვიქრებაო ჩვენი კანდლები, ლამპრები ემოხსენებათ. და ისინი ეუბნებიან, რომ იმისათვის, რომ ჩვენც არ დაგვაკლდეს და თქვენც გეყოთ, წადით და თქვენთვის იყიდეთ ეს ზეთი. და წავიდნენ საყიდლად. როდესაც სიძე მოვიდა, ეს ანთებული ლამპრები თვინც იყვნენ, ანუ ამ შემთხვევაში ლამპარში იგულისხმება ჩვენი სიცოცხლე და ჩვენ ვართ ის ლამპარი და ის ზეთი არის სიკეთის გაკეთებით მიღებული მადლი, ესე იგი. ოღონდ ყველანაირი სიკეთით რომ მადლი არ არის, ეგ ძალიან კარგად იცოდა. სიკეთე ტაშის კვისთვის თუ კეთდება, ეგ მადლი ნამდვილად არ არის. სიკეთე თუ ვიღაცის სანუგეშოდ კეთდება და ჩუმად კეთდება, ეგ მადლია და ესეთი გამზადებული ხალხი შევიდა სასუფეველში. ისინი მოვიდნენ და საინტერესოა კიდე განმარტება როგორ არის, აი სად წავიდნენ საყიდლად. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება და ღვთის წინაშე წარდგება. და სადღაც წავიდა სიკეთის საკეთებლად. ვეღარსად ვეღარ წავიდა. რატო ეუბნებიან ის ბრძენი ქალწულები, რომ ჩვენ არ დაგვაკლდეს და თქვენც გეყოთ. ერთის გაკეთებული საქმე სხვას ვერ აცხონებს. ყველას თავისი უნდა ჰქონდეს. ისე კი არა, რომ ვიღაცამ ძალიან ბევრი სიკეთე გააკეთა, მასაც ეყო და ახლა იმან გადმოუნაწილავს სხვასაც, რომ იმასაც ჩაეთვალოს. ეგრე არის. ყველამ თავის საკეთებელი თვითონ უნდა აკეთოს. სხვა შეიძლება მოგეხმაროს, მაგრამ შენს მაგივრად ვერ გააკეთებს სიკეთე. და ესენი გონებით წავიდნენ, ანუ საყიდლად წავიდნენ ზეთისა. გონებით წავიდნენ იმ ადამიანებთან, იმ გარემოში, სადაც მათ სიკეთეს კეთება თავის დროზე შეეძლოთ, მაგრამ არ გააკეთეს. ანუ ნანობენ იმ ყველაფერს. შეიძლება გაახსენდეს თავისი მეზობელი, რომ იქ სიკეთე შეეძლო, არ გაუკეთა. შეიძლება ოჯახის წევრი გაახსენდეს, მეგობარი, ნათესავი, სულაც უცხო ადამიანი, რომ ქუჩაში შეხვდა და ხელის გამართვა შეეძლო და არ გაუმართა. რომ და თითოეულ ამაზე უფალი ამბობს, რომ ის მე ვიყავია, ისაც თქვენ დაეხმარეთ, ან ისაც არ დაეხმარეთ. და ადამიანი გონებით მიდის იმ ადამიანებთან, ის დახმარება შეეძლო და უარი თქვა, მაგრამ ეს უკვე დაგვიანებული სინანული. ამიტომაც უფალი ეუბნება, მე თქვენ არ გიცნობთ, იმიტომ რომ ყველაზე მეტად უფალს რითიც ადამიანი დაეხმარება, ეს არის მოწყალება. და წმინდა ივანე ოქროპირი ბრძანებს ქალწული, აი რატომ მოიყვანა უფალმა იგავი ქალწულებზე. ქალწული ვინ არის, ვინც ქრისტეს გულისთვის ყველაფერი მიატოვა და სიწმინდით ცხოვრობს. ასე სიწმინდითაც რო ცხოვრობდა, მაგრამ მოწყალების საქმე არ ჰქონდეს, მარტო ისიც არ გიშვებეს. წარმოიდგინეთ ეს რაღაცას ამბობს. რომ აი ქრისტეს მსგავსება უპირველესად არის იმით, რომ შენ მოწყალე იქნები ადამიანების მიმართ. იმით, რომ შენ სახეს, ადამიანის სახეს შეინარჩუნებ და ამაში ადამიანს ეხმარება ქრისტიანული ცხოვრების წესი, ეკლესიური ცხოვრების წესი, რომ ადამიანმა თავისი სახე შეინარჩუნოს. ეკლესია ამას ასწავლის, რომ ადამიანი დარჩეს ადამიანად, იმ ადამიანად, როგორიც ის ღმერთმა შექმნა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა ის საშუალება, ის საიდუმლოებები, რაც ეკლესიაში არსებობს ადამიანის სულის საცხონებლად, რომ ესე იგი ჩვენ შევინარჩუნოთ ჩვენი სახე. ამის უგულებელყოფა არ შეიძლება.
არ შეიძლება უგულებელყოფა ლოცვისა, მარხვისა, სინანულის უგულებელყოფა, ზიარების უგულებელყოფა არაფრით არ შეიძლება. თორემ აი ჩვენ ვატყობთ ხოლმე, ესე იგი ცოტა ხანი რომ დავუშვათ ერთ წირვაზე არ მიხვალ, ორ წირვაზე არ მიხვალ, თითქოს უკვე აი რაღაცა იშრიტები. მესამე წირვაზე შეიძლება აღარც გინდოდეს რომ შეიძლება მე რა იქცი, სადღაც ცოტა ლოცვას მოვაკლო ერთხელ ორჯერ, მესამეთი უკვე გაგიწირდება რომ მე აიღო ლოცვა. ამიტომ აი უნდა იბრძოლო რომ ღვთისმცნება შეასრულო. ყველა ქრისტის უნდა იბრძოლო. ესე სულის გადარჩენა, ესე ლანგრით თამას არავინ არ მოგართმევს. აი რამდენი ხატებია ამ ტაძარში. თითოეულის ცხოვრება წავიკითხოთ, ესე იგი, ან გავიხსენოთ წაკითხულება. ვინ მიიღო ესე ლანგრით ცხოვრება? ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი რო ყველაზე აღმატებულია. თავის შვილს ჯვარცმოს უყურებდა. აი რა გამოიარა, წარმოიდგინე. რა გამოიარეს აი მოციქულებმა. ზოგი ჯარსაცეს, ზოგი თავი მოჰკვეთეს, ზოგი ასე აწამეს, ზოგი ესე. წარმოიდგინე, წმინდა გიორგიმ რა გამოიარა. აი წმინდა სპირიდონმა რა გამოიარა, წმინდა ნინომ რა გამოიარა, წარმოიდგინე. წმინდა ნიკოლოზმა. ყველამ ძალიან ბევრი რამ გამოიარეს. ესე ლანგრით სულის გადარჩენა არც ერთ წმინდანს არ მირთმევია. ყველამ იღვაწა, საკუთარი თავი აიძულა და როგორც უფალი ბრძანებს, რომელმან აიძულოს, მან მიიტაცოს სასუფეველი. მიიტაცოს ვინმეს კი არ მოსტაცებს, ხვის კი არ მიეტეცეს, თავისას მიიტაცოს. მაგრამ ვინც არ აიძულებს, ეხლა რატო უნდა აიძულო? იმიტომ უნდა აიძულო, ჩვენი ბუნება დაცემული, ჩვენ ბუნებას არ უნდა, ჩვენს ნებას არ უნდა რომ იკეთე აკეთოს. შენ უნდა აკეთებინო. სანამ ადამი ცოდვით დაეცემოდა, რაც სულს უნდოდა, ის ხორცს უნდოდა. მაგრამ ახლა ჩვენ დაცემული ბუნება გვაქვს. მოციქული პავლე რომაელთა მიმართ ეპისტოლეში ბრძანებს. მე ჩემი გონებითო ვეთანხმებიო საღვთოს ჯულსო, რომ ესეა გასაკეთებელი, მაგრამ ჩემ შიგნითო, ჩემი სხეულის ასოებში ხედავ ცოდვის ჯულს. და რაც მე მინდა რომ კეთილი გავაკეთო, მაგრამ ბოროტი გამომდის. ანუ ჩვენ და ვინ მიხსნის მე ამისგან, ესე გაფურებული აღმოჩნდა. ვინ მიხსნის, ვინ გადამარჩენს? და მართლაც ვერავინ ქრისტეს გარეთ. იმიტომ რაც ადამიანისთვის შეუძლებელი, ის ღვთის მიერ არის მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელი. იმიტომაც რომ საღვთო საიდუმლოებებში ადამიანი უნდა მონაწილეობს. აი ზიარების ლოცვაში როგორ ვამბობთ, თიხაი თვით განწმედად ვერ შემძლებელას. ჩვენ თიხისგანაა შექმნილი, ჩვენი თავის განწმედა არ შეგვიძლია. ერთადერთი არის ღმერთი, რომელსაც შეუძლია ჩვენი განწმედა. ოღონდ მაშინ, როდესაც ადამიანი თავის გულის კაც გაუღებს და ეთქვის, რომ აი უფალო, შემოდი და განწმინდე აკავდა. გულს გადაუშლის და შენდობას ითხოვს. ღმერთი შეგვეციოს, აბა ღმერთმა მშვიდობა მოგცეს ყველას, ესე იგი. უმეტეს ისეთ პერიოდში ვართ, რომ მშვიდობა და ერთმანეთის სიყვარული და ერთმანეთის დანდობა და ერთობა ყველაზე მეტად აი ამ პერიოდში გჭირდება და ღმერთი შეგვეციოს, რომ ერთად ვიდგეთ, ესე იგი, ღმერთთან ერთად ვიდგეთ და ბოროტება არ გაიმარჯვოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ქვეყანაში. ღმერთი შეგვეციოს, რომ ბოროტება ის არის ადამიანი, როდესაც ცოდვას ირჩევს და სიკეთე ის არის, როდესაც ადამიანი სიკეთეს ირჩევს, ღმერთს ირჩევს. და ჩვენ აგვერციოს ღმერთთან ყოფნა. ყველაზე მთავარი არჩევანი ეგ არის, ღმერთთან ავირჩიოთ ყოფნა და არ გვინდოდეს ცოდვაში ყოფნა. დანარჩენი ღმერთი შეგვეციოს. მთავარია ჩვენ ღმერთი ავირჩიოთ. ღმერთთან გვინდოდეს ყოფნა. არ გვინდოდეს ცოდვაში ყოფნა, ცოდვას ვერ მიძინებოთ. ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფა.